მე გავაკეთე კონტენტი, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს. ამისთვის კი ჩემი სიცოცხლეც კი ჩავაგდე საფრთხეში. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ ყველაზე სახიფათო და ექსტრემალურ დავალებებს, რომლის შესრულებაც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1% შეუძლია. გასული 30 დღის განმავლობაში მე ვცადე მესწავლა სიცოცხლისთვის ნამდვილად საჭიში დავალებები. დაიმახსოვრეთ, რომ მოცემული უნარების სახლის პირობებში გაკეთება და სწავლა იწვევს სერიოზული სხეულის დაზიანებებს და მისი პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე გაკეთება არ შეიძლება. ამ ვიდეოში მე უნდა ვისწავლო უკანა სალტოს გაკეთება, ყინულზე სრიალი და ყველაზე რთული დავალება, პირიდან ცეცხლის გამოშვება. აი ამ ბანანს შევჭამ და დავიწყოთ. ბანანი მაგარი რამეა. საუსია ვიტამინებით. ბანანი შევჭამე, შეგვიძლია დავიწყოთ. ჩემი პირველი დავალება უკანა სალტოს გაკეთებაა. უკვე 3 დღე რაც ვარჯიშობ და მოვიდა დრო რომ უკანა სალტო მართლა გავაკეთო და აგი აქ მატრასი მიდევს და მატრასზე ვაპირებ რომ აი ამ დივნიდან გადმოვხტე და მატრასზე დავხტე რა. შეიძლება კისერი მოვიტეხო, მაგრამ ეგ არაფერი, ყველაფერი კარგად იქნება. ერთი შეხედვით უკანა სალტო მარტივი გასაკეთებელი ჩანს, თუმცა 4 დღის განმავლობაშიც დაც კი ვერ გავბედე. შემდეგ მივხვდი, რომ უკანა სალტო ფიზიკურ მონაცემებზე საერთოდ არაა დამოკიდებული, იგი გონების ძალაზეა. აი თურმე რა ხდება. ბავშვობაში ალბათ გინახავს წარუმატებელი უკანა სალტოები, მაგალითად აი ეს. ხო, ამას წვინი იმახსოვრებს როგორც საფრთხეს და მაშინ როცა შენ გინდა სცადო, შენი გონებარ თავს თვით გადარჩენის რეჟიმს და არ გაძლევს საშუალებას, რომ თუნდაც უბრალოდ სცადო. სწორედ ასე აღმოჩნდი ბატუტების სივრცეში, იქ სადაც ყველაფერი რბილია და გავიცანი ლევანი, რომელმაც დეტალურად ამიხსნა უკანა სალტოს პრინციპები. გონებამ აღიქვა, რომ ყველაფერი რბილია და ფიზიკურად ვერაფერს დავიზიანებ, ამიტომ საშუალება მომცა საკუთარი თავი მაქსიმალურად ჩამედო ამ პროცესში. ვისწავლე ხტომი, ვისწავლე ბრუნი, მაგრამ რაც ვერ ვისწავლე, ეს ფეხზე მყარად დადგომა იყო. ზუსტად ამიტომ ძალიან ბევრი ვივარჯიშე და უკეთესი შედეგის დადების შემდეგ კიდევ ერთხელ ვცადე ბატუტზე უკანა სალტოს გაკეთება, რომელსაც ახლა იხილავთ. ვინაიდან უკანა სალტოს გაკეთება წარმატებით შევისწავლე, შემდეგი დავალება უფრო იუმორისტული მოგიმზადეთ, რომელიც იქნება ყინულზე სრიალი. ხო და მეგობრებო, ვინაიდან მე არასდროს არ ვჩერდები, გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში პირველად შევიდე ყინულის მოედანზე, ჩემი 3000 ლარიანი კამერით და 2000 ლარიანი ტელეფონით, ესე იგი ჯამში 1 წაგსევა და 5000 ლარის წყალს გავატანე. ამიტომ ამას თქვენ გამოვაკეთებთ, ამიტომ არხი გამოიწერეთ. თქვენს გამოვაკეთებთ, დიახ, არხი გამოიწერთ ყველა. აბა წავედით ნელ-ნელა. აი, უგლავადისმა გოგოებმა ვიდეოში არ გამოგაჩინათ, ამიტომ პირველი გას გავაკეთებთ, ვიდეოში გამოვაჩენთ. კარგი, აბა შევდივართ. აი. ვაიმე დედა. ეგრევე სრიალებს გადაო. დადგა დრო რომ პირველად ვცადო, მეგობრებო. აი ამ რაღაცას ვეყრდნო ბიჭერ და ფეხები მეტკინა უკვე. უნდა ვცადო უკვე რა, სხვა გზა არ მაქვს. აბა წავედი, მაგრამ უეჭველი თავის დავიმტრევ. არავინ დამეჯახოთ, საშიში ვარ. ზედარ წავხსეულ ვარ, მე რეღირსებით. არ ვწვაპირებ, ვაიმე დედა. დამენგრა ფეხები, რა ძალა მადგა. ვაიმე დედა. 1 2 2 ვაიმე ძმებო, ვარ მოგეხმაროთ. ვისწავლე ხალხო მე მგონი. 1 2 მეგობრებო, როგორც ხედავთ, სრიალი უკვე ვისწავლე. როგორც აუღნიშნე სრიალი ვისწავლე მეთქი, აგე ვისწავლე. მიდი გამასრიალე. ობა. ერთი, ორი, სამი, გამოიწერეთ! ტაში. კარგები ხართ, კარგები. Ina blogeri, დააფოლოვეთ, გამოიწერეთ არხი, დაულაიქეთ ვიდეო, დაურეპოსტეთ, დააკომენტარეთ. Free რეკლამა. და მე დავაფოლოვეთ ლიზი შელია და მივა ახალკაცი. კარგად. მოკლედ დავასრულეთ ჩემი თავგადასავალი. ყინულის მოედანზე
ისე რომ არ წავქცეულო არ და სრიალით ვისწავლე ასე თუ ისე. კარგი, მივიყვანეთ, იქ მივიყვანეთ. ჩემს კამერასთან მივიყვანეთ. ოპა. და დადგა დრო ყველაზე საშიში დავალების. პირიდან ცეცხლის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტრიუკია. ცეცხლის შეცდომას არ გაპატიებს. პატარა შეცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორე ან მესამე ხარისხის დამწრობა, შინაგანი დამწრობა, ან ყველაზე ცუდი, სიკვდილი. პირიდან ცეცხლის გამოშვება მოითხოვს უდიდეს პრაქტიკას, ზუსტ შესრულებას, გამბედაობას და დისციპლინას. მას ძირითადად ცირკის მონაწილეები ან ბარმენები იყენებენ. მე როგორც ბარმენი მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია. ახლა კი გადავწყვიტე ექსკლუზიურად ჩემი გამომწერებისთვის ვისწავლო და გავაკეთო. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე და რისკებზე, რითიც საკუთარ თავს საფრთხეს ვუქმნი. დაიმახსოვრეთ, მოცემული ტრიუკის შესრულება სახლის პირობებში თვითმკვლელობის ტოლფასია. ამიტომ არავის არ გირჩევთ. ეს დავალება ყველაზე რთული იმიტომ არის, რომ სიცოცხლისთვის მართლაც ძალიან საშიშია და ამას სჭირდება სერიოზული პრაქტიკა და თეორია. დაიმახსოვრეთ, ამის გაკეთება სახლის პირობებში არ შეიძლება. სანამ ტრიუკის შესრულებაზე გადავიდოდით, აუცილებელია რომ ვივარჯიშოთ წყლით გამოფრქვევაზე, რადგან სპირტით რომ ეს გავაკეთოთ, შეიძლება სახიზე მართლაც მოგვეკიდოს ცეცხლი. ამისთვის კი გვჭირდება გარკვეული პრაქტიკა, რომელიც მირჩიეს სერიოზულმა და პროფესიონალმა ინსტრუქტორებმა. ვარჯიში უკვე დავასრულეთ, ეხლა კი დროა გადავიდეთ უშუალოდ პერფორმანსზე. შეიძლება თავპირი დავიწვა, მაგრამ მე არაფრის არ მეშინია. გახსოვდეთ, რომ მე არასდროს არ ვჭერდები, ხო და ეხლა თქვენს წინაშე მე პირიდან ცეცხლებს გამოვუშვებ. ამ დავალების წარმატებლობის შემთხვევაში მე პიპი პოუ და ბატონი მაქსიმე დავეხმარებით ბატონ დავითს, მას სახეში შევასხამ წყალს. უცეცხლმა ზედმეტი მიმართულება მიიღო. გადაკით მოდი მე ვიტყვი რა. ამ დავალების წარუმატებლად შესრულების შემთხვევაში ჩემს გვერდით არიან გაბრიელი და მაქსიმე, რომლებიც დამეხმარებიან იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის სახეზე მომეკიდა, ურვაშზე ან თმაზე. აი წყალი ჩემო მეგობრებო და ეგრევე შემასხით თავპირში. ამამზად ხარ? ყოველი შემთხვევისთვის თავი რომ დავიზღვიო, ცოტა წყლით დავისვენებ სახეს, რომ სახეზე ცეცხლი მაინც არ მომეკიდოს. ცივია. ამ ჯოხზე დავახვევ სალფეთქს ეხლა, რომ ცეცხლი მოუკიდო. მოკლედ ძალიან უხარისხო არაყი გვაქვს და არ ეკიდება ცეცხლი. ამიტომ ეხლა ჩვენი მისია ვიშოვოთ კარგი სპირტი. მეგობრებო, ჩვენ გაგვიმარჯოს, მაგათ უკვე ჩვენ გაკეთებულ საქმეს გაუმარჯოს და ჩემ გამომწერებს გაუმარჯოს, ჩემს აუდიტორიას, ჩემ გამომწერებს გაგიმარჯოთ. ავაწავიდა. დუბლი 2 ახლიდან დავახვიე ნაჭერი, ეხლა უკვე გვაქვს სახში ნახადი, 2 ნახადი ჭაჭა და ვნახოთ 2 ნახადი ჭაჭის თუ გამოგვივა. აქედან დეოდორი დაიჭირე და დეოდორი შეუგო. არა, ძალიან ხელოვნური გამოვა რა. მოიცა ვიზაო რა, უჭავილი გავაკეთე, ყურს უფრო დიდი ცეცხლი მინდა. სამწუხაროდ, არც 2 ნახადი ჭაჭით არ გამოგვივიდა, ამიტომ ეხლა მე წავალ აფთიაქში და შევიძენ ეთანოლის სპირტს და კიდევ ერთხელ ვცდით აუცილებლად. მზად ხართ დავიწყოთ განადგურება? დავასხათ ცოტა. მიუღოთ ცეცხლი პაჟარი. როგორც იქნა გამომივიდა, ახლა კი გადავწყვიტე განახოთ დახვეწილი ვერსია. და როგორც იქნა, მე ეს შევძელი. მე ეს შევძელი, აბარა. ამით ვიდეო დასრულებულია და მინდა მოგიწოდოთ, რომ არხი გამოიწეროთ, რადგან ამ ვიდეოში ძალიან ბევრი დრო და რესურსი დავხარჯე. მინდა
ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ საკუთარი თავი ძალიან ბევრჯერ გავრისკე ამ ვიდეოში, რომ გამენახებინა თქვენთვის ჩემი მონდომება და შრომა. კიდევ ყველაფერი უფრო დაიხვეწება, мотиваციას გახსოვდეთ, რომ თქვენ მაძლევთ, აბა დროებით და შემდეგ წელს უფრო მაგარი ვიდეოებით შემოვალ YouTube-ზე, ისე რომ ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი.